აგერ ისე დავდივარ ჩემს ამ ულამაზეს და უმშვენიერეს ტყეში, ფანტასტიკურ ტყეში. ხო და თან გზადაგზა ერთი ძალიან საინტერესო საკითხის შესახებ მომეწადინა საუბარი რა. ხო და აი განათლების შესახებ, განათლების სისტემის რეფორმირების აუცილებლობის თაობაზე დისკუსიები, განხილვები არის პრაქტიკულად უწყვეტი, ხო? შეხვალთ Facebook-ში, ჩართავთ ტელევიზორს, ხო, სხვადასხვა ნიუსებს მიადევნებთ თვალს. აღმოაჩენთ, რომ თითქოს და არ სრულდება განხილვა განათლების სისტემის რეფორმირების საჭიროების შესახებ, მასში არსებული პრობლემების თაობაზე და ასე შემდეგ. რაც ერთი მხრივ ლოგიკურია იმის გამო, რომ ერთი საქართველოს განათლების სისტემას ობიექტურად აქვს, ჩემი აზრით ობიექტურად აქვს ეგეთი წლიდან წლამდე დაუძლეველი სიძნელეებია რა. მეორე მხრივ ლოგიკურია იმის გამო, რომ თვითონ სფერო არის ეგეთი. აი განათლება, სწავლება ეგეთი სფერო არის, რომ ჯერ ერთი განათლების ზედაზღვარი ძნელი გამოსაძებნი, ანუ ძნელი შესათანხმებელი და კონვენციების სახით ძალიან ძნელად ჩამოსაყალიბებელია, რას უნდა ვუწოდოთ ეგეთი ზედაზღვარი, იდეალი რას უნდა დავარქოთ. ანუ რას ვესწრაფით გინდა თუ არა. ამაზე კონვენციები ცალკე პრობლემას ქმნის ხოლმე, ხო? მეორე მხრივ რომ შევთანხმდეთ რაიმეზე, რა თქმა უნდა, ეხლა მე ჩემი ვერსია ამაშიც მაქვს, მაგრამ ამას მოვეშვათ. რომც რაიმეზე შევთანხმდეთ განათლების მიზნებზე რომ შევთანხმდეთ, არა? თავად მიღწევა საუკეთესოობამდე მისვლა ცალკე რაც უზარმაზარ ძალისხმევას და დაბრკოლებებს აწყდება. ძალისხმევის აუცილებლობასა და დაბრკოლებების გარდაუვალობას აწყდება რა. რაც თავის მხრივ ნიშნავს სწორედ აი ამ განათლების მოდელების მუდმივ სრულყოფაზე ზრუნვას, რეფორმირების აუცილებლობას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ეს ყველაფერი ლოგიკურია. მაგრამ მე პირადად მაქვს ხოლმე, მიჩნდება ხოლმე რაღაც ესეთი დამატებითი კითხვები ამ დისკუსიებში. ამ დისკუსიების მათ შორის მოსმენის თუ წაკითხვის დროს. რამდენიმე ძირითადი შეკითხვა მაქვს და თითოეულს გზადაგზა სხვადასხვა ვიდეოებში მოგახსენებთ, მაგრამ აი ეხა ერთი უნდა ვშუბო. კერძოდ, არსებობს თუ არა უნივერსალური პრობლემატიკა? ხო? არსებობს თუ არა უნივერსალური პრობლემები, რომელიც ნებისმიერი მოდელისთვის, ნებისმიერი სისტემისთვის თანაბრად რელევანტურია. აი, რას ნიშნავს, იცით? როგორი სისტემაც არ უნდა შემოვიღოთ, რანაირი განათლების მოდელიც არ უნდა დავნერგოთ საკუთარ სახელმწიფოში იქნება თუ სკოლაში, რომელიმე ცალკეულ აღებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში. თუ კი არსებობს მართლაც ესეთი უნივერსალური პრობლემატიკა, მაშინ მათი გააზრება, მათი გადაჭრა, მოგვარება, წინასწარი გააზრება და მოგვარება იქნება აუცილებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში ან ვერ იმუშავებს დანერგილი მოდელი, როგორიც არ უნდა იყოს ის. ან ხო ეგრე რა კოჭლობით, ხარვეზებით, კამაც რა. ხო და მე მგონია რომ ეგეთი უნივერსალური პრობლემატიკა არსებობს და თანაც მოკლესიაც არ არის მსგავსი პრობლემების. საკმაოდ სუყე ჩამონათვალია. ნუ კარგი. ერთ-ერთი ამ ჩამონათვალიდან და თუ განათლების, საკითხებით განათლების სისტემის პრობლემატიკით ოდესმე დაინტერესებულ ხართ პედაგოგიკის მათ შორის ისტორიით, ხო? ყველა ვარიანტში, ჩემი აზრით, ყველა ვარიანტში გადააწყდებოდით აი ამ ეგრეთ წოდებულ პიგმალიონის ეფექტის შესახებ ძალიან ცნობილ ექსპერიმენტს. 20 საუკუნის 60-იან წლებში ჩატარებულს. რომლის შედეგები, რაღაც გარკვეულ დისკუსიასაც იწვევს, ამ კრიტიკასაც თავის მხრივ, მაგრამ მაინც რელევანტური, მაინც აქტუალური და ღირებული რჩება ჩემი ღრმა რწმენით. ხო და აი რაში მდგომარეობს ეს ამბავი და რა ამბავია რა. 20 საუკუნის 60-იან წლებში იყო ეგეთი კაცი, როზენტალი გბარად. თუმცა რატო იყო? შეიძლება დღესაც არის. ნებისმიერ შემთხვევაში მე 20 საუკუნის 60-იან წლებში ეს კაცი ნაღდადი იყო. იმიტომ რომ ჯერ ერთი ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი იყო, ქცევის ბიოლოგიაში მუშაობდა და მერეც მეორე მან აღმოაჩინა კვლევარის მიკერძოების ძალიან მნიშვნელოვანი ეფექტი. როდესაც დღესაც ძალიან ხშირად იხსენებენ და მიუთითებენ ხოლმე აი მის ამ დაკვირვებაზე რა.
ესე იგი 60-იანი წლები არის მე-20 საუკუნის და 60-63 წლები, როდესაც მან შენიშნა საკუთარ კვლევით ჯგუფზე დაკვირვების დროს, სტუდენტებზე, დოქტორანტებზე, პოსტდოკებზე დაკვირვების დროს შენიშნა, რომ იმის მიხედვით რა განწყობით, რა მოლოდინებით მუშაობდნენ ცდის ობიექტებზე, ვირთხებზე ამ შემთხვევაში. შედეგები იყო ან უკეთესი, ან უარესი. იქ ნახეთ ექსპერიმენტი მდგომარეობდა რაში? როზენტალმა თავისი კვლევართა ჯგუფს წინასწარ შეუქმნა განწყობა, რაც ისეთი თავისებური კლიმატი ჩამოაყალიბა, რომ ცდის ობიექტებიდან, ანუ ვირთხებიდან ზოგიერთი გენეტიკურად გაცლებით უფრო მოწყობილი თუ მიმართული იყო მეტი ინტელექტუალური, უფრო რთული ინტელექტუალური ამოცანების გადაჭრისაკენ. ანუ უფრო გონიერნი იყვნენ რა, უფრო ჭკვიანი ვირთხები იყვნენ. რაცა ნაწილი ვირთხების, მეორე ნაწილი იდიოტი ვირთხები იყვნენ თითქოს და ანუ მან მოახერხა რომ ჯგუფის წევრებში მსგავსი წარმოდგენები ჩაენერგა. ანუ მან ეს უბრალოდ რაღაცა თქმით და ერთი სიტყვის რაღაცა წარმოთქმით კი არ ქნა, არამედ დაასაბუთა, რაღაც არგუმენტები მოიყვანა და ასე შემდეგ. ანუ შექმნა კლიმატი ვირთხების ინტელექტუალური შესაძლებლობების შესახებ. და მე ამ კაცმა აღმოაჩინა, რომ აი ამ ეგრეთ წოდებულ ჭკვიან ვირთხებთან მუშაობა, თავად ექსპერიმენტის მიმდინარეობაც და ექსპერიმენტის შედეგებიც რატომღაც გაცლებით უკეთესი, უფრო ეფექტური იყო, უფრო მოკლე დროში მიიღწეოდა მათ შორის, უფრო ცხადი, უფრო ნათელი შედეგები იდებოდა. თვითონ ვირთხები რატომღაც უკეთესად ართმევდნენ თავს მათ წინაშე დასმულ ამოცანებს. ეს მაშინ, როდესაც ამ უბედურ ვირთხებს შორის არავითარი არც გენეტიკური, არც ინტელექტუალური არავითარი განსხვავება არ იყო, ხო, ამ თვალსაზრისით განსხვავება არ იყო რა. აი ეგრე მკვლევარის მიკერძოების ეფექტი. როზენტალის დასკვნა ისაა, რომ მკვლევარის მოლოდინი ვირთხის მიმართ სწორედ აი ამ ექსპერიმენტის მიმდინარეობასაც და შედეგებსაც ცვლის. აი როგორ ცვლის და რატო ცვლის? ამასაც უთუოდ ვიტყვი, მაგრამ მანამდე გადავინაცვლოთ 1964 წელში. 64-ში როზენტალმა გადაწყვიტა თავისი ეს ვარაუდები და დაკვირვებები შეემოწმებინა ბავშვებისა და სკოლის მაგალითზე. კალიფორნიაში რომელიღაცა სკოლას, ეხლა სკოლის სახელი აღარ მახსოვს, დაინტერესებულები შეგიძლიათ ჩახედოთ უფრო დეტალურად მასალებს. ხო, მათ შორის გადავამოწმოთ ცოცხალია თუ არა ეს კაცი დღემდე. მე მგონი ცოცხალი უნდა იყოს, მაგრამ როგორც არის. ფოტოშოპის ლინკებს აღწერებს აი ამ მასალებს მე დავურთავ ვიდეოსაც და თუ ვინმეს დაგაინტერესებთ, ცოტა უფრო დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ. 64 წელს, მოკლედ, მიმართა ერთ-ერთი სკოლის დირექტორს ჯაკობსონი იყო, ფოტოშოპის გვარად ეს მახსოვს. და ერთობლივად დადგეს ძალიან ეგეთი გონებამახვილური ექსპერიმენტი რა. კერძოდ შეგრიბეს ბავშვები და ჩაუტარეს რაღაცა სტანდარტული IQ-ს ტესტი, რაც არავერბალური ინტელექტის გამოსაკვლევად ტესტი. ნუ ისეთი ტესტი, როგორც აი მეც ჩამიტარებია ხოლმე ჩემი ბავშვებისთვის სკოლის სასაკშიც სტუდენტებთან ჩამიტარებია ხოლმე. ნუ სადაც რაღაცა ის ობიექტებს შორის მარტივი მიმართებებით გინდება და ნუ აი ესეთი საწყისი კალკულაციური უნარები გონებისა რაღაცნაირად გამოიკვეთება ხოლმე. ეს არ არის რა თქმა უნდა უნივერსალური ტესტები, ეს არ არის ბავშვის ინტელექტუალური პოტენციალის უნივერსალური შეფასების ინსტრუმენტარია, მაგრამ სწორედ აი ამ კალკულაციურ უნარებს გარკვეულ წარმოდგენებს გვიქმნის. ხო და შენ ხარ ჩემი ბატონი, შემდეგ მასწავლებლებს უთხრეს, რომ აი ამ შემოწმებული ბავშვებიდან გარკვეული ნაწილი, რაც 20%-ზე იყო საუბარი, საოცარი ინტელექტუალური პოტენციალის მქონენი იყვნენ. ახო, ეს დამავიწყდა სხვათაშორის მასწავლებლებს და თვითონ ბავშვებსაც უთხრეს, რომ ეს ტესტები აჩვენებდა უახლოეს თვეებსა და წლებში ბავშვის განვითარებაში მოსალოდნელ ინტელექტუალურ ნახტომებს. ანუ თითქოს და ამ ტესტებს უნდა შეეფასებინა, რომელ ბავშვებს ექნებოდათ მსგავსი ნახტომი, რომელი ბავშვებისგან უნდა გქონოდა ეგეთი მოლოდინი, ქონოდათ ამ მასწავლებლებს ეგეთი ნახტომის შესახებ მოლოდინი რა. ანუ პრაქტიკულად თითქოს და ეს ტესტი ამოწმებდა მომავალ გენიოსებს, ეძებდა და პოულობდა რაღაცა ჰარვარდში შემუშავებული უნიკალური ტესტი. ეგეთი რაღაცები ინტერნეტში ძალიან ხშირად რო იჩნდება ხოლმე დღესდღეობით რა.
აი მაშინ ამ კაცმა დაიწყო ამის გაჩალიჩება სკოლის მაგალითზე. გამოარჩია ბავშვები, შემოწმებული ბავშვების დაახლოებით 20% როგორც მახსოვს და მასწავლებლებს უთხრა რომ ხო აი ესენი ჩვენ ტესტის თანახმად საოცარ ნახტომს გააკეთებენ უახლოეს პერიოდში. მათ განვითარებაში იქნება ინტელექტუალურ განვითარებაში იქნება დიდი გარდატეხა. კარგი, რა აჩვენა ექსპერიმენტმა. რა თქმა უნდა, არავითარი განსხვავება ბავშვებს შორის არ იყო. რა თქმა უნდა, ეს ბავშვები, ეს 20% მათი სახელი გვარები და ასე შემდეგ, აბსოლუტურად შემთხვევითად იყო ამორჩეული. არავითარი ტესტის შედეგები აქ აქტუალური და რელევანტური, რა თქმა უნდა, არ იყო. მაგრამ აღმოჩნდა, რომ უკვე 64 წლის ბოლოსვე საგრძნობი შედეგები ძალიან კარგი ქართულით რო თქვა დადგა. მოკლედ, მართლაც ის ბავშვები, რომლებიც აი ესეთი გენიოსობის პოტენციალის მქონებად იყვნენ გამოცხადებულები, აღმოჩნდა, რომ წლის ბოლოს მართლაც გაუმჯობესებულ შედეგებს აჩვენებდნენ მრავალი თვალსაზრისით, მათ შორის გამეორებული IQ-ს ტესტების თვალსაზრისით, ხო? რაც რამდენიმე გზის გაუმჯობესეს საკუთარი შედეგები. ხო, ეს დაკვირვება სხვადასხვა არ დამთავრებულა 64 წლით, არ შემოფარგლულა 64 წლით. შემდგომ გააგრძელა კიდეც დაკვირვებები როზენტალმა და ჯაკობსენმა. ეს ერთობლივი მაინც ექსპერიმენტი გამოვიდა. 66 წელს 68 წლამდე 68-ში შემდგომ უკვე მათი ისევ ერთობლივი მონოგრაფიაც გამოვიდა ამ საკითხის შესახებ. ამას დავლინკ აუცილებლად, ვისაც დაინტერესებს, შეგიძლიათ მე წაიკითხოთ კიდეც, ხო? ესე იგი, ბავშვები, რომლებზეც წინასწარ შეიქმნა განწყობა და მოლოდინი, რომ მართლაც რაღაცა საოცარი ნახტომი თითქოს უნდა შეესრულებინათ, აღმოჩნდა, რომ ამ ნახტომს ასრულებდნენ. აღმოჩნდა, რომ თურმე მათ ინტელექტუალურ განვითარებაში მართლაც ხდებოდა ეს გარდატეხები. ხო, რაშია საქმე? რა თქმა უნდა, თავად ბავშვებში საქმე ვერ იქნება. იმ თვალსაზრისით, რომ ეს ბავშვები სხვა დანარჩენი ბავშვებისგან, შემოწმებული ბავშვებისგან არაფერი განსაკუთრებული მაჩვენებლით არ გამოირჩეოდნენ, ან თუ გამოირჩეოდნენ, მათი არჩევა იყო აბსოლუტურად შემთხვევითი. ხო, ანუ ექსპერიმენტატორებს რაღაცა რომელიმე კონკრეტული ინტელექტუალური მაჩვენებლით ეს ბავშვები არ გამოურჩევიათ. მაგრამ მაინც განვითარება სახეზეა, ნახტომის სახეზეა, საოცარი შედეგების სახეზეა. რაშია საქმე? როზენტალი ამას აღწერს კიბერნეტიკის ტერმინოლოგიით, რა, კიბერნეტიკის ენაზე აღწერს. და მისი დასკვნით არის 4 ფაქტორი გარდამწყვეტი. ნუ ეს რომ კიბერნეტიკის ენაზე არის აღწერა ჩატარებული, ამას ახლა ადულად დაინახავთ კიდეც. ნუ პირველი ეს არის კლიმატი, რა თქმა უნდა. კლიმატში იგულისხმება ამჯერად მასწავლებლის განწყობა ბავშვისადმი. უფრო თბილი, მეგობრული, კეთილგანწყობილი საკლასო გარემო, ხო, ურთიერთობები. აი მარტივი დეტალები, რომელსაც საგაკვეთილო და ყოველდღიურ რაღაცა სამეცადინო პროცესში სულ ვაწყდებით ხოლმე. მისალმება იქნება, მოფერება იქნება, დაამება იქნება, ხო, რაღაც ეგეთი თბილი სიტყვით მიმართვა და ასე შემდეგ. ანუ უფრო უკეთესი კლიმატი მათ მიმართ. ვიზეც მასწავლებლებმა იცოდნენ, რომ აი ესენი იყვნენ რაღაც ეგეთი გამორჩეული და გენიალურობის პოტენციალის მქონენი. ანუ მასწავლებლები აი ესეთ უკეთეს კლიმატს უქმნიდნენ ამ ბავშვებს. პირველი არის კლიმატი. მეორე, ნუ კიბერნეტიკის ენაზე მეთქი, ეს არის ინფუტი. ინფუტში იგულისხმება რა? მიწოდებული მასალის უფრო მეტად დახმეცილობა, კომპლექსურობა, ხშირ შემთხვევაში უფრო მეტად ჩაშლად გაწერილი, განმარტებული და ასე შემდეგ მასალა. უკეთესი მასალის მიცემა მსგავსი, ნუ ეგრეთ წოდებული საოცარი ბავშვებისათვის. მეორე, ეს არის აუთპუტი. ანუ როდესაც ბავშვები საგაკვეთილო პროცესში პასუხებს იძლეოდნენ შეკითხვებზე და ასე შემდეგ, ამ ბავშვებს მასწავლებლები ინსტინქტურად რაღაცა საკუთარი განწყობისა და მოლოდინის საფუძველზე უფრო მეტ დროს აძლევდნენ პასუხებისთვის, უფრო მეტი შეცდომის პატიების გარემო იქნებოდა მათთვის და ნუ ასე შემდეგ. და მესამე, კი არა და უკაცრავ და ეს არის მეოთხე. რა თქმა უნდა, ეს არის ფიდბექი რა.
რომ მასწავლებლები აი ასეთ ბავშვებს გაცილებით უფრო დახვეწილ განმარტებებს აძლევდნენ შეცდომების შესახებ. უფრო ზრუნავდნენ აი ამ შეცდომების არსის გააზრებაზე, რომ ბავშვებს ეს არსი გაიაზრებინათ და ბოლო-ბოლო გაეგოთ აი ამ პრობლემების შინაარსი, რომელსაც თავშად შეცდომებში უშვებდნენ და აწყდებოდნენ სხვადასხვა რაღაცებით ამოცანის ამოხსნის დროს. ანუ ერთი კლიმატი, მეორე ინფუტი, მიწოდებული მასალა თავისი ხარისხით, სტრუქტურირებით იმით ამით. მეორე აუთპუტი, ანუ პასუხების დროს ბავშვებისთვის უფრო მეტი დროის მიცემა, უფრო მეტი შეცდომის პატიება, მათ შორის შეცდომის ლეგიტიმიზაცია რა, ლეგიტიმურობის დაშვება, რაღაცა ესე უკეთესად რო თქვა. და ნუ ფიდბექი, რა თქმა უნდა, უფრო დახვეწილი ფიდბექი, ნებისყოფით შემუშავებული და ნუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გამოვიდა რომ როდესაც ეხლა აქედან უკვე ძალიან ადვილად ჩანს, მითების მოყოლას აღარ დავიწყებ, მაგრამ ადვილად ჩანს რატო ქვია ამ ეფექტს პიგმალიონის ეფექტი. გამოვიდა რომ როდესაც მასწავლებელს აქვს დადებითი მოლოდინი ბავშვის განვითარების თაობაზე, ეს განვითარება მაღალი ალბათობით მიიღწევა. იმიტომ რომ ეს მოლოდინი არ არის მხოლოდ რაღაც ეგეთი ემოციური განწყობა, ეს არის განწყობა გადატანილი კონკრეტულ მოქმედებებში. ინსტინქტურად გადადის, ავტომატურად გადადის კონკრეტულ მოქმედებებში. კლიმატის სახით, მიწოდებული მასალის სახით, პასუხების მოსმენის, რაღაც ფიდბექის მიცემის, განმარტებების დაბრუნების სახით და ნუ ასე შემდეგ. აი ამ პიგმალიონის ეფექტს სხვათა შორის უპირისპირდება, რაც მისი კონტრადიქტორულივით არის გოლემის ეფექტი. აი იმ ბავშვების მიმართ, რომელზეც მასწავლებლებს მოლოდინი ქონდათ საპირისპირო, ხო, ანუ ეს გენიოსების ჯგუფი ყავს, ნუ დანარჩენები ან საშუალონი არიან, ან საერთოდ იდიოტებიც კი, ხო, ნუ ასეთი ბავშვები ინსტინქტურად იხევდნენ. ხშირ შემთხვევაში საუკეთესო ბავშვებიც კი მართლაც აი საუკეთესო შედეგებს რო აჩვენებდნენ მათემატიკაში, იქნებოდა ლიტერატურაში, საკმარისი იყო მათ მიმართ მოლოდინი დაკარგულიყო, ანუ ისევ როზენტალის ტერმინოლოგიით რო თქვათ, კლიმატი გამქრალიყო, ხო, მათ მიმართ კეთილგანწყობის გარემო, აი ესეთი ყოფითი დეტალებით გაჯერებული, ხო, იქ სითბო იქნება თუ კეთილგანწყობის სხვადასხვა ნიუანსით გაჯერებული. კლიმატი ქრებოდა მიწოდებული მასალა, პასუხების შესაბამისად ფორმა, სტრუქტურა იკარგებოდა, ფიდბექი მოშლილია. ასეთი ბავშვები, ანუ მათ მიმართ ნეგატიური მოლოდინის გამო ავტომატურად იხევდნენ უკან. ხო? ნუ როზენტალისა და ჯაკობსენის 68 წლის მონოგრაფიას მერე მოყვა ძალიან ბევრი მსგავსი ექსპერიმენტი სტერეოტიპების შესახებ, ხო, იქ არის რაღაც ცისფერთვალება, ყავისფერთვალება, ბევრი სხვადასხვა ეგეთი ძალიან გონებამახვილური და საინტერესო ქცევითი სოციალური და ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი დაიდგა, რომელთა შედეგები დაახლოებით ერთი და იგივეა ყოველთვის რა. რომ სოციალური, აი ეს წნეხი, სოციალური მოლოდინი ბავშვის მიმართ, ადამიანის მიმართ ზოგადად, ამ შემთხვევაში ბავშვებზეა საუბარი, არის პრაქტიკულად დაუძლეველი თვითონ ბავშვის მხრიდან. და ბავშვი თითქმის ყოველთვის ეპასუხება ამ მოლოდინს რა. აი რატომღაც, როგორღაც ამ მოლოდინის შესატყვისი ხდება. ნუ რატომ და როგორ რაღაც გაგებით ამ 4 პუნქტიან რაღაც განმარტებაში, როზენტალის ამ 4 ფაქტორში ასე თუ ისე ასახული არის. რისი დამატება შეიძლება აქვს? ნუ მაგალითად იმის, რომ ჩვენ მართლაც ვართ ძოუნ პოლიტიკონ. როგორც ბებერმა არისტოტელემ გვასწავლა და დაგვარიგა პოლიტიკური ცხოველები. რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვართ სოციალური და კულტურული არსებები, ხო? სოციალურ ჯგუფზე დამოკიდებული და კულტურულ, ანუ არაბიოლოგიურ მემკვიდრეობაზე დამოკიდებული არსებები. გვინდა არ გვინდა, ჩვენ აი ამ სოციალური და კულტურული მოლოდინების, ან განწყობების, ან იმპერატივების, მათ შორის გარემოში ვარსებობთ და შევესატყვისებით კიდეც მას. ხო დაიჯიგრებო რა. იქნება ეს მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობა თუ მშობლისა და შვილის ურთიერთობა. ერთხელ მახსოვს ამაზე ეს ჩვენი ფანტასტიკური ამონაშვილიც საუბრობდა სადღაც. აბსოლუტურად ზუსტია. თუ მოლოდინი საკუთარი ნაშიერის მიმართ არის ის, რომ იცი რა, არაფერი შენგან არ გამოვა, ალბათობა იმისა, რომ ამ ბალღისაგან მართლა არაფერი არ გამოვა, და ეს ავტომატურად დაიწყებს საკუთარი თავის შეზღუდვას, შეუგნებელს, რა თქმა უნდა, იქ აქ არ არის შეგნებული რესენტიმენტი, უბრალოდ ეგეთი ფიზიოლოგიური და
ვიტყოდი ნეიროლოგიური რეაქციაც კი არის აი ამ გარემოს მიმართ, ხო? ამის ალბათობა არის ძალიან მაღალი, ისევე როგორც საპირისპიროს ალბათობა არსებობს. ეს არ არის რა თქმა უნდა გარანტირებული, იმიტომ რომ ბავშვის განვითარება საკმაოდ რთული და კომპლექსური პროცესია. როგორც პედაგოგიკაში იტყვიან ხოლმე, ბავშვი არ არის აღზრდის ობიექტი, სუბიექტია, შენ ზუსტად არასდროს არ იცი, როგორი რეაქცია ექნება ამა თუ იმ შენს მეთოდურ მიდგომაზე რა. ეს არ არის რაღაცა სუფთა დაფა, ეს ყველაფერი მცდარია, ტაბულა რაზები და სხვები და სხვები. რა თქმა უნდა, მასში უკვე წინასწარ არსებული სტრუქტურების მიხედვით ვითარდება და ყალიბდება სხვადასხვა რეაქციები. კარგი, ეგ კიდე სხვა თემა, სხვაგან კიდე წაგვიყვანს რა. აი ეგ არის პიგმალიონის ეფექტი. ხო და აი ხოლმე გეუბნებით თქვენ და გეკითხებით. შეიძლება თუ არა ჩაატაროთ რაიმე რეფორმა განათლებისა, რომელიმე მოდელი ან სისტემა შეიმუშაოთ, რომელიც არ გაითვალისწინებს აი ამ მოვლენას და დადებითი შედეგები ექნება ინტელექტუალური თვალსაზრისით ბავშვებში. შეიძლება თუ არა მასწავლებელმა, კიდევ ერთხელ როგორი სკოლაც არ უნდა იყოს, არ შეუქმნას კეთილგანწყობის გარემო, მეღრმად ვარ დარწმუნებული სტრესის ქვეშ დასწავლა ან შეუძლებელია, ან ზედმეტად მინიმალური და არაეფექტურია ყოველთვის. სტრესი დასწავლის საწინააღმდეგო პროცესია. სტრესში ამ შემთხვევაში გულისხმობ ფიზიოლოგიურ, მათ შორის ეს ძალიან კონკრეტულ ბიოლოგიურ მოვლენას, რაც ბიოლოგიაში და მედიცინაში კარგად არის აღწერილი, ხო? სტრესის ქვეშ დასწავლა არის გართულებული. ეს ერთი მხრივ არ შეუქმნას კლიმატი, არ შეუქმნას გარემო, არ მიაწოდოს მასალა, ხო? კიდევ ერთხელ რა მასალას მიაწვდის, ანუ რა ტიპის შინაარსების ათვისება არის, ბავშვის მხრიდან ათვისება არის მიზანი. ეგ მეორე ხარის ხოვნი ამჯერად. სწორედ რომ განათლების მოდელებს და მიზნებს არ შევეხოთ. ხო, შემდგომ პასუხი არ განუმარტოს შეცდომების შესახებ, მსჯელობა არ შესთავაზოს. და მე ველოდოთ, რომ იცი რა, ჩვენი რეფორმა, ჩვენი სისტემა იქნება წარმატებული. პრინციპულად ეგეთი რაღაცა შეუძლებელი, გამორიცხული. ასე რომ კი, ნახდად არსებობს უნივერსალური პრობლემატიკა, რომელთა გააზრებითაც იწყება მთელი მოდელებისა და სისტემის შესახებ ერთმანეთის დაჭმა და დისკუსიები და ახალ-ახალი რეფორმების გამოძებნა და ასე შემდეგ. ხო, აი ერთით და ამით მოვრჩები რა. როგორ უნდა მოუხერხდეს, ან რა ტიპის რეფორმა უნდა ჩატარდეს, რა ტიპის გარდატეხები უნდა დაიგეგმოს და დაინერგოს, მით უმეტეს მთელი სახელმწიფოს მასშტაბით, რომ აი აქ აღწერილი პრობლემატიკა წარმატებით დაიძლიოს შემთხვევათა უმრავლესობაში, მე წარმოდგენა არ მაქვს. თუ არა, როზენტალის მსგავსი რაღაცა ესეთი ტყუილებით და რაღაცა ხრიკებით, ხო? არ ვიცი. მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თვითონ პედაგოგიკა აი ესეთ მდგომარეობაშია, როგორშიც არის. ფინანსური თვალსაზრისით იქნება, ფსიქოლოგიური სტრესის თვალსაზრისით, სოციალური სტრესის თვალსაზრისით. ხო, ეგეთი ამბავია რა. ეს სტრესი არ მხოლოდ ჩვენშია და პედაგოგიკის და პედაგოგის მდგომარეობა არა მხოლოდ ჩვენში ასეთი რთული და მძიმე, არამედ ბევრგან კიდევ სხვაგან, მათ შორის მაღალ განვითარებულ სახელმწიფოებშიც, ხო? ნებისმიერ შემთხვევაში ეგრე, ხო, პიგმალიონის ეფექტი, ამის საპირისპირო გოლემის ეფექტი. უჩიჩინებთ საკუთარ ნაშიერებს, რომ არაფერი გამოვა თქვენგან. მაგიტომ არის საქართველო ეგრე საზარელ მდგომარეობაში, იმიტომ რომ საქართველოში ადამიანები იზრდებიან ეგეთი მენტალური კანიბალიზმის პირობებში რა. მშობლები ძღებიან საკუთარი შვილების განადგურებით. და მე ხო უკუნთო მასა, მხოლოდ რაღაც ესეთი ძლოვანი სტრუქტურა ვერ ქმნის რიგიან სახელმწიფოს. ბრჭყალებში და გადატანითი აზრით რო ვთქვათ. კარგი, ახლა მოვეშვები, თორე გადავდივარ უკვე პოლიტიკურ ქადაგებაზე და მორალსაც მალე მოვცხებ. მეგონი სათქმელი გასაგები იყო, თუ რაღაცა კითხვები იყოს, მომწერეთ და კიდე რაღაცებზე ვიკამათოთ, ვიდისკუსიოთ. საკითხები ნახდად ღირებულია ჩემი აზრით რა. მადლობა ყურადღებისათვის.